ხილად ფეხი ცურავს მან. ეწე აღარ შეხვით. არა. ეს არის ძველი გამოქვაბული. აი, ლაშა, მომისინე. ეხა ჩვენ შეგვიძლია დავიწყო. ანუ ამას რა მოხდენ, ზედმეც აღარამის აღარ დააქვს. ჩაითო? ჩაითო, ანუ რაღაცა დავიწყე სიხშირე გამოცვალა. ხო. რამდენიმე და იგივე სიხშირე. ამაზე უკეთესია ზევით, შორს არ წახვით. გადაწყვეტილია ქვა და ეს მინერალი პალეოლითელი ცეთა. აღარ საბაგირო დაგჭირდება, აღარ ლიფტი. ხილა წაიქეცი თუ რამეა. ეხლა თელავის რიყეში რო ვარცოფი წამოვიდა ისე ნუ წამოხვარ. რატომ? არა, ეხა სპეციალურად არ დავდივარ სა. ვერ ვარაფერი. გუში ფეხი გავიარე 12 კილომეტრი და ჩავთვალე რომ დავბერდი. რომელი ემზანდი? ეხლა რა ხდი 50. რამე ჩქარებ. ნელა არ გადავარდეთ მან. ხანდა ცოტა ნელა. ესე იგი ვით მოხვეით, ყველანი მოხვეით. წარმოიდგინეთ ერთ წამით გეთაყვა არის მის აი დაახლოებით, აი თქვენ რო გეხართ, აი ამ სიმაღლეზე იყო მიწა. აქედან გამოიტანეს დიდი რაოდენობით მიწა და იმ მიწაში არსებული ძვლების გასუფთავების შედეგად აი ეს რაც შეავსეს, ისა ამოავსეს, კი არა ამოაცალეს, დადგინდა რომ აქ იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა ცხოველის ფრაგმენტი, მაგრამ ყველა ცხოველი რაც აქ იყო ნანახი აბსოლუტურად ყველა იყო შეწირული ან შეჭმული. ანუ თავისი სიკვდილით არც ერთი არ იყო. შესაბამისად, აი ამ ცხოველების რა იყო იცით? ძვლებიც კი გაცვეთილი იყო და ზოგიერთი ძვალი მაგალითად ხმარკბილა ვეფხვის იყო როგორც სამკაული, ესე გახრეტილი და ჩამოკიდებული საყურეს იკეთებდა ზოგიერთ რაღაც და განსაკუთრებით აი ამ ცხოველების ასაკი რაც დადგინდა აქ რაც ნახეს 30-35,000 ფარგლებში მერყევა. საფის თემა. საფის პერიოდი. ანუ ეს რო ნახეს არქეოლოგებმა და აქაური სივრცე შეაფასეს, მერე გაყვენ ასეთივე სიცარიელები სადაც იყო ნახეს და შემდეგ ხეობაში აღმოაჩინეს ღვინე, ოღონდ იქიდან გავიდა დაახლოებით 40 წელი და 40 წლის მერე ნახეს ძაფი. რატომ იცით? 40 წლის მერე? ხო, იმ ფენაში ძაფის მეტი რა იქნებოდა. უბრალოდ მაშინ, როცა მუშაობდნენ მხოლოდ ძვლებს და მსხვილ ფრაქციას, არა, რომ დაფქული რაც იყო, იმას იღებდნენ და მტვერის და წვრილ ფრაქციას ვერ სწავლობდნენ. არ ქონდათ ხერსაწყო. ტექნოლოგია. ხო, ანუ ძვალს ხედავდნენ, ძვალს მერე C14-ს გაუკეთებდნენ, ჟავეს დაასხავდნენ, ხვდებოდნენ ისი იყო და რა იყო. მაგრამ იმ კონკრეტულ მტვერში, ნალექში რაც იყო, იმას ვერ აფასებდნენ. და 2007 წელს ის რაც აი ძვლები რომელი წლის ამბავია? ძვლები არის 64 ამის მე. ახლა მაგალითად ეს რო ავიღოთ ჩვენ, აი ეს რაღაცა პატარა ფრაქცია. ხო. და წავიღოთ ლაბორატორიაში. ხო. და სახეობის დონეზე შევაფასოთ. ბრავო. ვინ არის? ვინ არის მას? ხო. რა შევ. ვიღაცა კაცი გადმოვიდა.